ლაგოდეხური აბა. შეძლებს თუ არა 8 წლის მისაღებიანი ოცნების აღწერას. ნიჭიერი ისევ ეთერშია. მე ნიჭიერი ვარ. ფოიეში მღელვარება პიკს ახსევს. ზოგი სცენაზე გასვლამდე რეპეტიციას გადის. ზოგი საუბრით ერთობა. ზოგი უბრალოდ ცდილობს რომ დრო გაიყვანოს. ეს ანსამბლი ჰერელი გოგონებია. ისინი ნიჭიერში ლაგოდეხიდან ჩამოვიდნენ. ჩვენ ვართ ანსამბლი ჰერელი გოგონები, კახეთიდან, კერძოდ კი ქალაქ ლაგოდეხიდან. გამოვდივართ ლაგოდეხში კონცერტებზე, ხალხი გვეცნობს. ჩვენთვის ნიჭიერში მონაწილეობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ გვინდა რომ გავხდეთ ძალიან პოპულარულები და მარტო ლაგოდეხში არ გვექნება ის გარკვეული პოპულარობა. გამარჯობა. გაგვეცანეთ ვინ ხართ, საიდან ხართ? ჩვენ ვართ ლაგოდეხიდან ჰერელი გოგონები. ძალიან კარგი. ძალიან ლამაზები ხართ. რას წარმოგვიდგენთ დღეს? ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ აბას რეპერტუარიდან ჩვენ თვითონ შექმნილი პოპური. ძალიან კარგი. ნამდვილი აბას პოზა ეს, მართლა გეუბნები. მოდი. If you change your mind, I'm the first in line. Honey, I'm still free. Meet me, let me know, gonna be around. If you got no place to go, you're feeling down. ლაგოდეხის ფარგლებს გაცდება მათი პოპულარობა. Mamma mia, here I go again. Mama, how can I resist ya? Money, 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 must be funny. It's a rich man's world. It's a rich man's world. ერთსულოვანია დარბაზი. დარბაზი ერთსულოვანია, მთავარია ეხლა ჟიურის გადაწყვეტილება. ძალიან კარგები ხართ. რაც თავარია ძალიან მომეწონა თვითონ პოპური როგორ შედგებოდა. რაღაც მომენტებში თქვენი ინტერპრეტაციებით გქონდათ, რაც ძალიან მომეწონა. ისე შეასრულეთ, რომ მართლა დავიჯერე, რომ აბა მღეროდა. ერთსულოვანია სოფო და ვანო, არ ვიცი გეგასი. გეგა სანამ არ გეგას ამბავი არ ვიცი. გეგა? აბას გარდა რამე უფრო თანამედროვე რეპერტუარიც გაქვთ თუ? კი, რა თქმა უნდა, ჩვენ მღერით ყველა ჟანრს, ჯაზს, პოპს, კლასიკას და ასე შემდეგ. ძალიან კარგი. საინტერესოა. მაშინ ხარ ჩვენი სათქმელი. ვანო? მე ვამბობ კის. გეგა? მეც კი ვამბობ. მეც კი? სამი კი. ლაგოდეხური აბა ჟიურის მოეწონა. გოგონების სახლში ბედნიერები წავიდნენ. თუმცა ჰერელი გოგონებისგან განსხვავებით, ეს ადამიანი სცენაზე გასვლამდეც კი გაბრაზებულს გავს. ის არც მეტი, არც ნაკლები მაგიური ნომრის შესრულებას და დარბაზის გაქიშვასაც კი აპირებს. მე ვარ მერაბი სვანიშვილი, 50 წლის. ბავშვიდან მეტაცებ და ილუზია ფოკუსები. ფლოპ სერიოზულ ძალას გიპნოზის გამიგერდა. მე შემიძლია მაგალითად მთელი დარბაზი გაგეთიშოთ. შევიყვანო ღრმა გიპნოზში. გამარჯობა. შვიდობა. ობი, ძახად. ყველა საათი თავად დაუარა, ყველა სურა მშვიდობა დარბაზში. გაგვეცანეთ თუ შეიძლება. სვანიშვილი მერაბი. ბატონო მერაბი.
ისმეთ. ეს კვამლი რატო ამოდის? ყვავილი ბოლავს. საჭიროა ესე რომ ამოდის ყვავილი, უნდა ამოდიოდეს ეგ. ეგ თქვენ არიცით, მაგრამ ეგეთი მცენარეა ბოლს რო უშვებს. რაში მდგომარეობს? იქ წინასწარ რაღაცა გვიყვება. აი თავის სილამაზეა გამას, ილუზია ეს არის, რომ თავის ილუზიონისტი ბრძანდებით. კარგით. გელი დავიწყოთ. დავიწყოთ. მე მგონი პაპიროს ეწეოდა და აბა შენი გასვლა და ჩაგდო და ისე გამოვიდა. დედა დამთავრეთ ხო? შეგვიძლია კიდევ სხვა რამეს განახოთ, მაგალითად საინტერესო, მაგრამ აბა რა გნებავთ ახლა, რა გინდა? ჩვენ შემიძლია მე რაღაცას ვეთქვი. ყვავილებსო ცეცხლი ეკიდება, რომელიც მანამდე ბოლოს და თითი რო ჭირდება მის საშუალებად, რომ ცეცხლი წაეკიდოს, არ იყო ეფექტური. მაშინ გამოვიყენებ გიპნოზს, ზეგავლენით გაგიჩიჭავ წელ დარბაზს. არ მინდა მე გათიშვა. ვანიკო, ჰა? მე გამთიშა შემთხვევით, ჰა? რატო გამთიშე? უნდათ გავაკეთებ მაგას. არა გინდა. დაკი, გინდათ რომ გაგთიშოთ? არა. სუდახციშავ, აი დაგა. გამოვა სულ ყველას გაგეთიშავ. გვინდა ბატონო დარბაზის გათიშვა ჩვენ როგორ გვინდა? ხალისა რომ გამოვიყვანოთ ახლა. შეგიძლიათ 2 წუთში რომ გათიშოთ. გამთიშე. არ გაგვიდე, თორე გაგთიშავს. თიკა იქ არ გაგვიდე, ვიზია თითიშვილება. მე ვამბობ კატეგორიულ არას და თქვენაც გინდათ ის გადაწყვიტეთ. თანახმაო რომ 5 კაცი რომელიც თვითონ თავის თავზე აგებს პასუხს, ავიდე, იმიტომ მე არ მგონია რომ რამე მოვიდე. გამოიყვანეთ ვინც გინდათ, გამოიყვანეთ. როგორი რისკიანია ის ვიღაც სურველი, ვინც გამროვა და გაიყაე. ისი, ნახე რამდენი არის. გამთიშე. ბიჭებო, თქვენ ზუსტად იცით რომ გინდათ? დარწმუნებულები ხართ? ეს ემოციურია, ძალიან ემოციურია ეს გავიდეს და სხვა მოვიდეს. რაღაც საოცრება მოხდება ნიჭიერში. თიკა, მოდი შენ სუსტი გული გაქვს და ეხა დაიმალი აქედან, იმიტომ რომ შენ რამე დაგემართოს მე არ უნდა. მე ვიქნები აქ. მიდი, წადი. სხვა ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ნუ რაბის შემოდით ჩემთან კონტაქტში. დანარჩენი თვითონ წაყვალთ, რაც საჭიროა სიღრმეში. ნუ გეცინება, საასილ არაფერი არ არის, ნუ გეცინება. დახუჭეთ თვალები და იყავით ეგრე. გეცინებათ, მაგრამ მე დაიწყებ გაცინებას. კარგი, შევეშვა, დავანებოთ კარგი. ბატონები რამ გავიდა დრო სამწუხაროდ. აბა ეხლა კივილია და არა, ვერ გააკეთეთ. ძალიან დიდი დრო დავხარჯეთ. გმირებს დაუბრათ აპლოდისმენტებს. ხო კარგად ხართ ბიჭებო. აბა თქვენ იცით. შეგვიძლია გადაწყვეტილება მივიღოთ და გადავიდეთ შემდეგ ნომერზე ბატონ გეგა. გეგა? არა, მე არას ვამბობ. მეც არა. მე სამწუხაროდ არას ვეთქვი. კარგად წადებენ. მერაბსვანიშვილის ნომერი ჩავარდა. ჰიპნოზის გამო არა, ალბათ მოწყენილობისაგან თუ ჩაეძინებოდა ვინმეს. ალბათ მაგიის გავლენით მისმა ჩავარდნამ შემდეგ კონკურსანტებზეც იმოქმედა. ნიჭიერის სცენაზე საქმე ცუდად წავიდა. გამარჯობა. По-русски. Можно, да? Да, можно. ვაი. ძალიან შემიშინოთ. ცოტა მომატებულია ძაღლი. 6-ის მერე არ აჭამოთ. არა. მეც არას ვიტყვი თუ ძაღლი არ გვიკვენს. ისი დადგმული არის. ჩვენ თვითონ დავდგით, თან წაღან დავდგით კულისებში. ზუსტად აი გარი, რომ ეხა დავდგით კულისებში. მე ვამბობ არას. მეც ვამბობ არას. არა. All my troubles
გადაწყვეტილება მივიღოთ. და რა უნდა გითხრათ? სამწუხაროდ არა. სამი არა ვერ გადახვედით შემდეგ ტურში კაცო. შეგაბ სამი არა ვერ გადახვედით შემდეგ ტურში სამწუხაროდ. ნახავთ, წარმატებული. გამარჯობა ძვირფასო მაყურებელო, ძვირფასო ჟიური. ჩვენ ვართ ოჯახი აბულაძეები ახალთერჯოლიდან. ქალბატონი ნატალია ჩუბინიძე, იანა აბულაძე, თქვენი მონამორჩილი მარიკა აბულაძე, გიორგი აბულაძე. წარდგენა მომწონს და. ხო, დაიწყეთ. არა. თქვენ გაქვთ სამი არა. სამწუხაროა რომ ნახავთ. კარგად დანევადეთ, აბა ნახავთ. დღე ცუდად მიდის. კონკურსანტები ჟიურის კრიტიკას ვერ უძლებენ. შემდეგი გამოსვლელი თეონა კანთარია. მას საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვიარება. ის ჟიურის წინაშე თავდაჯერებულად წარსდგება. მე ვარ თეონა კანთარია 23 წლის თბილისიდან. ვარ პროფესიონალი მოცეკვავე. ჩემი კარიერის განმავლობაში გამოდიოდი მრავალ კონცერტზე, ვახსენებდი შეუბალი ტვერნისაში. პაუზა მქონდა ცოტა ხანი. ეხლა გადავწყვიტე ნიჭიერით გამიცნოს ხალხმა. გამარჯობა. გამარჯობა. სახელი? თეონა კანთარია ვარ 23 წლის თბილისიდან. და რას გვისრულებ? ცეკვავ. ამჯერად ცეკვავ. ამჯერად ცეკვავ? თუ შემდეგში გადამიყვანთ, მე შეიძლება ვიმღერო და ვიცეკვო ერთად. არა, მოდი ეხა შევთავაზეთ. ეხლა გაქვს შენ ზუსტად 3 წუთი და რაც გინდა ისქენი, თავარია რომ ეს უნდა მოგვეწონოს. დაიწყე. კი ბატონო. მაგარია ძალიან მე შენ მოგცემდი სამკის. თეონა პირდაპირ გეტყვი რომ ჯობდა გემღერა. და გეტყვი რატო? ცეკვი ცეკვა, მაგრამ რასაც შენ ცეკვაო, არის გაფორმების ცეკვა. ეს არ არის ინდივიდუალური ნომერი. ჩემი აზრი ეგეთი. ჩემი აზრით ეს არ იყო სასცენო ნომერი, მაგრამ ერთ კომპლიმენტს გეტყვით, რომ ჩვენს დისკოტეკებს ძალიან აკლი ხართ. მე მომეწონა ეს ნომერი, უბრალოდ ცოტა შეიძლება დახვეწა ჭირდებოდა, მაგრამ ალბათ ამასაც დრო უნდა. მადლობა. კი თუ არა სოფო? მე კი. ბანო შენ? მე ვიტყვი არას. მე სამწუხაროდ არა უნდა. პროფესიონალი მოცეკვავის მცდელობამ არ გაამართლა. თეონას დიდ სცენაზე დაბრუნება არ გამოუვიდა.